მოგესალმებით მეგობრებო, მე რატი ვარ. დღეს წარმოგიდგენთ საკმაოდ ბიუჯეტურ და ეკონომიურ ავტომობილს Renault Scenic 2. Renault Megane Scenic 2 იწარმოებოდა 2003-დან 2009 წლის ჩათვლით საფრანგეთში. 2006 წელს გამოუშვეს რესტაილინგი, ეს კონკრეტული რესტაილინგია და შეცვლილი არის წინა ბამპერი და ფარებში ლინზები დაამატეს. განსაკუთრებული არაფერი შეუცვლიათ, არ უწვალგეთ ინჟინერებს. 2004 წლიდან გამოუშვეს 7 ადგილიანი Scenic-ი, იყო შედარებით მოგრძო ზომის და ჰქონდა მესამე რიგი დამატებული სავარძლების. ეს მოდელი ააწვეს Nissan CES ბაზაზე, ამავე ბაზაზე არის ასევე აწყობილი Renault Megane 2 და Nissan Qashqai-ს. ახლა ჩავიხედოთ კაპოტში. ეს კონკრეტული მოდელი არის 1.5 ტურბო დიზელის რავით, იგივე DCI. კაპოტი ისეთი პატარა არის, რომ ძალიან რთული არის აქ რამეს შესვლა რომ ნაკვირდეს გაგვიჭირდება, მხოლოდ ზეთის ნორმას თუ შევამოწმებთ, ზეთს თუ შევცვლით და აკუმულატორს ჩვენი ხელით. Renault ამ მოდელის PR-ისთვის ხალხს რეკომენდაციებში ჩაუწერა, რომ ძრავში ზეთი უნდა შეცვლილიყო 20,000-დან 30,000 კილომეტრზე, რაც იყო ძალიან დიდი შეცდომა. ეს ავტომობილები ბევრს გაუფუჭდა. რეალურად ამ ძრავში ზეთი უნდა შევცვალოთ 7,000-დან 8,000-9,000 კილომეტრზე, უნდა ჩავასხათ კარგი ხარისხის ზეთი, რომ გვემსახუროს. ჩადის 4.5 ლიტრი ზეთი ძრავში, ხოლო გაგრილების სისტემაში უნდა ჩავასხათ 7.5 ლიტრი ანტიფრიზი. გადავიდეთ ინტერიერზე, ცოტა უცნაური სალონი გვაქვს. აქ გვაქვს დიდი ზომის ბარი, ხელის ჩამოსადები მგზავრისთვისაც და მძღოლისთვისაც. სათავსო აი ბევრი არის ამ მანქანაში, ძალიან შეგვიძლია ესეც ვარეგულიროთ. აქ ახლა საჭიქებს მოხსნი, გაშვენებთ OBD2 შესაერთებელი აქვს ცოტა უცნაურად ილას. დიაგნოსტიკა თუ დაგვჭირდა, აქ შეგვიძლია შევაერთოთ კომპიუტერი. კარგი ადგილი გამოფიქრებული მოკლედ. მანქანაში სათავსოები მართლა ბევრი არის, ყველა სავარძლის ქვეშ არის უჯრა, ეს ერთი უჯრა და ძირს კიდევ სათავსოც გვაქვს, აი ხედავთ. გადმოვიდეთ უკან, გვაქვს 3 სავარძელი, სამივე რეგულირდება ინდივიდუალურად, შეგვიძლია საზურგეთს დავარეგულიროთ. ეს გემოზე გვაქვს მაგიდები უკან მგზავრებისთვის. ასევე კარზე გვაქვს ფარდები. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სათავსო არც აქ არ გამორჩათ. ასეთი კისრის დასასვენებლები გვაქვს წინა ორ სავარძელზე და გავაგრძელოთ კიდევ სათავსოებით. ამ მანქანაში სათავსოები არის მგონი ყველაზე ბევრი. ეს ყველა მგზავრის სავარძელს აქვს სათავსო და ესეც ძირს, როგორც წინ ისე უკან. ახლა გადავიდეთ ამ ავტომობილის მთავარ სათავსოზე. საბარგული არის 430 ლიტრი მოცულობის და წინ სავარძლებს თუ გადავწევთ, კიდე უფრო მოვიგებთ ფარს. დაბლა გვაქვს თარიგო საბურავი, დანგრადი და ქანჩი საბურავის მოსახსნელად. და აქაც პატარა სათავსო.
მოკლედ სულ ეს არის საბარგულზე მე ვერაფერს ვერ ვიტყვი და გადავიდეთ ისევ სალონზე. აქ გვაქვს დამატებით ერთი პატარა სარკე შუაში ინტერიერისთვის და სტანდარტულად გვაქვს მძღოლის მხარეს ერთი სარკე და მეორე მგზავრის მხარეს. ასევე გვაქვს ციფრული მაჩვენებლების დაფა და კლიმატი, ასევე სტანდარტული მაგნიტოფონი გვაქვს და ეს კარტა, რომლის გარეშეც მანქანას ვერ დავქოქავთ. სათავსო არის ასევე ზღოლის კარის თავზე, ასე ვიტყოდი. ახლა დავაჭიროთ სტარტს და გავიაროთ. ამ ავტომობილებში ხდებოდა რამოდენიმე ტიპის ძრავი, 1 და 4, 1 და 6 და 2 და 0 ბენზინის ძრავები, ხოლო დიზელის ძრავები იყო 1 და 5 და 1 და 9. ეს კონკრეტული არის 1 და 5 დიზელი DCI ძრავია, არის 106 ცხენის ძალით და 240 ნიუტონ-მეტრით. აკიდების სისტემაზე რაც შემიძლია ვთქვა, რომ არის ზედმეტად რბილი და აკვანივით იწევა ოდნავ მოსახურებაშიც რა. ინაღამ დამოუწდა რომ მეთქვა მეგობრებო, გამოიწერეთ ჩვენი არხი, დალაიქეთ ვიდეო, გააქტიურეთ ზარისხილაკი, დაგვიწერეთ კომენტარი, მოკლედ ყველაფერი რაც შეგიძლიათ და ვეცდებით რომ უფრო უკეთესი და უკეთესი ვიდეოები შემოგთავაზოთ. და კიდევ ბარემ ამასაც გაჩვენებთ, აქ ჩვენ შეგვიძლია ვაკონტროლოთ ამ ღილაკით ჩვენი გასავლელი მანძილი, ანუ რეინჯი, საწვავი რამდენს გაგვატარებს, შეგვიძლია გავიგოთ საშუალოდ რამდენს გვიწვავს ავტომობილი, რამდენი გავიარეთ და სერვისიდან სერვისამდე მოკლედ დარესტება აქედან შეგვიძლია რა. Je t'aime France, dans le cœur du restaurant, un pays où l'amour et la liberté naissent. Je te promets de te défendre à jamais, car ma patrie, c'est toi France, mon pays chéri. Comme un oiseau libre dans les cieux. მოკლედ მეგობრებო, დღევანდელი ვიდეო დასასრულს მიუახლოვდა და გემშვიდობებით, იმედია მალე შევხვდებით ნახვამდის.